ისტორიის შემდეგ აფხაზებმა გეოგრაფიის სახელმძღვანელოების გადაწერა დაიწყეს გალის რაიონის სკოლებში სეპარატისტების განათლების სამინისტრომ უკვე შეიტანა გეოგრაფიის გაყალბებული სახელმძღვანელოები, რომლებშიც ტოპონიმიკა მთლიანად შეცვლილია. არასწორად არის მითითებული საზღვრები და სოფლების დასახელებები. ამ თემაზე გალის რაიონში სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლები მასწავლებლებს თათბირ სემინარებს უტარებენ. ამ სოფლებს აფხაზი სეპარატისტები უკვე ახალი სახელწოდებებით მოიხსენიებენ. ბარგანი, უაკუმი, გურმიშთა და თაგლანი, ბარღების, ოქუმის, გულრიფშისა და თაგილონის აფხაზური სახელებია. აქამდე არსებულ ყველა რუკაზე დასახლებული პუნქტები მხოლოდ ქართული სახელებით აღინიშნებოდა. სეპარატისტებმა ახალი გაყალბებული რუკა დაბეჭდეს, რომელზეც გალის რაიონის ტოპონიმიკა თითქმის მთლიანად შეცვალეს. გალის რაიონის სკოლებში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ისტორიის შემდეგ გეოგრაფიის გაყალბებული სახელმძღვანელოებით შეიტანა. სახელმძღვანელოში სახელწოდებებთან ერთად შეცვლილია ადმინისტრაციული საზღვრებიც. გალის 24 სოფლიდან რაიონის შემადგენლობაში სეპარატისტებმა მხოლოდ 10 დატოვეს. დანარჩენი კი ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს მიაკუთვნეს. სახელმძღვანელოების მიხედვით ზუგდიდის რაიონის სოფელი ხურჩა აფხაზეთის ადმინისტრაციას მიაწერეს. ახალი წიგნები რაიონში თავად დე-ფაქტო განათლების მინისტრმა ჩაიტანა. ინდირა ვარდანიამ პედაგოგებს თათბირ სემინარიც ჩაუტარა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ასწავლონ სკოლებში გაყალბებული ისტორია. მთლიანად არის გალის რაიონის სურათი შესწვლილი აი სახელმძღვანელოების მიხედვით და ესენი ცდილობენ ეს უკანონო ქმედება რაღაცით გაამაგრო, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სტამბებში დაწერილი მათ მიერ და მე ვითომ რაღაც დოკუმენტის სახით გაკეთებული, ახლა შექმნილი რაღაც ესეთი მასალა. გეოგრაფიის აფხაზური სახელმძღვანელოს მიხედვით გალის რაიონის ისედაც დაპატარავებული საზღვრები სეპარატისტებმა კიდევ უფრო შეამცირეს. ისტორიული წყაროების თანახმად გალს იგივე ძველ სამურზაყანოს გასული საუკუნის ბოლო წლებამდე ამჟამინდელზე ორჯერ უფრო დიდი ტერიტორია ეკავა და ენგურის სანაპიროებიდან მდინარე ღალიძგამდე გრძელდებოდა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცა ოჩამჩირის რაიონს აფხაზეთში. აქ დღეს მთელი რიგი სოფლებია, რომლებიც ყოფილი სამურზაყანოს სოფლებია და რამდენიმე სოფელი კიდე აღმოჩნდა ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონში. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებებით რუსეთი და აფხაზი სეპარატისტები რეგიონში დაწყებულ ეთნოწმენდას განაგრძობენ. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებები ამ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებენ და კრემლისა და ბაღაფშის ალიანსს შესაბამის პასუხს მოსთხოვენ. აფხაზეთში და გალის რეგიონში რუსეთის ფედერაცია, მისი სატელიტური რეჟიმები ათქორწილებენ ამ ეთნიკური წმენდის პოლიტიკას და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პოლიტიკას, რაც ბუნებრივი არ არის მისაღები არავისათვის დემოკრატიული თანამეგობრობის, რომელიც სოფლებში არსებობს. ისინი რეალურ ფაშისტს ამყარებენ ამ კონფლიქტურ რეგიონში, მაგრამ დღეს უკვე საერთაშორისო მექანიზმი ჩართულია, მათი წამზომიც ჩართულია და მათ დიდხანს არ ექნებათ საშუალება ასე დაჩაგრონ იქ არსებული მოსახლეობა, მათ შორის აფხაზებიც, რომლებიც არიან და რეალურად უყურებენ, რომ ასე განვითარებამ სანამდე შეიძლება მიიყვანოს ეს სტრუქტურა. ძველი წყაროების მიხედვით მე-17 საუკუნემდე აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროების საზღვარი მდინარე კოდორზე გადიოდა. სეპარატისტების მიერ კრემლის დახმარებით ახალი ისტორიის დაწერის მცდელობას სპეციალისტების შეფასებით რეალურ ფაქტებთან საერთო არაფერი აქვს.